გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო გახლავართ. ეს ჩემი YouTube არხია და დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება მულტიმეტრი ან ტესტერი. სანამ ჩვენ შევისლით რაკურსს სამუშაო მაგიდაზე, მოგიყვებით აი ამ მოდელზე, ზუსტად რომელიც ყველაზე გავრცელებულია, ყველა მაღაზიაში საყოცხორებო ნივთების ან საოფისე ნივთების იყიდება, ღირს 10-დან 15 ლარი. და აბსოლუტურად ყველა ფუნქცია გააჩნია, რაც ჩვენ გვჭირდება მოტოს ელექტროგაყვანილობასთან და მოტო ელექტრომოწყობილობებთან სამუშაოდ. თუ გაქვთ ესეთი ტესტერი ან ამდაგვარი მულტიმეტრი, მოიმარაგეთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთად ჩვენ ახლა გავივლით ყველა ფუნქციას ამ ტესტერის, მაგრამ მაინც ფოკუსს გავაკეთებთ ისეთ ფუნქციებზე, რომელიც გვჭირდება მოტოსთან სამუშაოდ. დავინახოთ ჩვენ სამუშაო მაგიდასთან. ესე იგი ეს ჩვენი ტესტერი და ჩვენ რასაც გავზომავთ დღეს ამ ჩვენი ტესტერით იქნება 2 რამ, ესე იგი ვოლტი. ფიზიკაში აღინიშნება ესე. ამპერი, დენი. ძაბვა და დენის ძალა. და თუ გინდათ წინაღობაც იყოს. აი ასე. ეს სამი რამე გვაინტერესებს ჩვენ როცა მუშაობთ მოტოსთან. ეს არის მუდმივი, ესე რა თქმა უნდა, მუდმივი დენი, ძაბვა და წინაღობა. ეხლა რაც შეეხება ძაბვას, ჩვენ მუდმივი გვაინტერესებს, რომელიც აი ესე არის ჩვენ ტესტერზეც ნაჩვენები ვოლტი მუდმივი. ასევე არის ვოლტი ცვლადენი. განსხვავება ძალიან მარტივია, ვოლტი, რომელიც მუდმივი აკუმულატორიდან მოდის, სულ პლუსი არის და მინუსი სადენში. როცა სახლში რაც გვაქვს ძაბვა, ერთში მოდის 50 გერცი სიხშირით პლუსი მინუსი იცვლება, ესე. და მეორეში გვაქვს ნეიტრალი. მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ახლა მუდმივი დენი და ძაბვა. რა განსხვავებაა დენასა და ძაბვას შორის? ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, იმათვის, ანუ ყველასთვის, ვისაც არ გვახსოვს სკოლის ფიზიკის პროგრამა, ვოლტი ძაბვა იზომება ვოლტებში და ნიშნავს, ანუ სიტყვაზე რო შევადაროთ ენერგიას, რომელიც კაბელით გადაიცემა წყალს, ხო? წყლის ნაკადს. ვოლტი იქნებოდა მაგ შემთხვევაში წნევა და ამპერი რაოდენობა თვითონ ნაკადი წყალის, ხო? აი მაგათი თანაფარდობა, რა თქმა უნდა, უკვე რაღაცა იმას სიმძლავრეს ქმნის. შეიძლება ძალიან მუზარმაზარი წნევით მოეწოდებოდეს წყალი მეტალს ჭრიდეს, მაგრამ ნაკადი იყოს საათში 1 ჭიქა, ხო? და პირიქით შეიძლება მდინარე მოდიოდეს და მან წნევა არის 0.000 რაღაცა. იგივე ამ შემთხვევაში ჩვენ მოტოს შემთხვევაში 12-დან 15 ვოლტამდე გვაქვს ძაბვა, ანუ დამუხტვის სისტემა არის ჩართული და მაგიტომ როცა არ იმუხტება 12 ვოლტი გვაქვს, როცა ბოლომდე იმუხტება და მაღალ ბრუნზე მუშაობს ზრავი, 15 ვოლტი გვაქვს. და ამპერი ეს უკვე გააჩნია რა ხელსაწყოს რა მოწყობილობას ვაერთებთ და ის მოწყობილობა მოიხმარს აი ამ ძაბვით რაღაცა რაოდენობა დენს. აი ლულუ კაკა მოვიდა და ლუსაც ძალიან აინტერესებს. ძალიან გაინტერესებს ლულუ რა ხდება აქ. ვიცი რომ გაინტერესებს. მაგრამ მოდი თან ვიდეო და მე ჩახუტებები. ჯერ საქმე მე ჩახუტებები. შეცდადი რამე საქმე იპოვა. და წინაღობა არის ჩვენი სადენი, რომელსაც ჩვენ ვამოწმოთ, ამ შემთხვევაში როცა მოტოზე მუშაობთ, ერთი რაც წვეტა გვაინტერესებს, ხო? ანუ წინაღობა არის ან 0, როცა სადენი მთელია, ან უსასრულო, როცა სადენი გახსნილია და წვეტა გვაქვს, ხო? ხომ ასეა. და მაგასაც ახლა ტესტერით ვნახავთ. ესე იგი ძაბვა, დენი და სადენის წინაღობა ზომოთ ჩვენ. ესე იგი როგორც გითხარით ტესტერზე ჩვენ რაც გვაინტერესებს, მე ეს მოვნიშნე, ყოველთვის კარგი არის ესე თუ ყოველდღიურად არ იყენებთ ამ ხელსაწყოს მოვნიშნოთ, ესე იგი ძაბვა ვოლტი
მუდმივი აქ გვაქვს ეს გვაქვს სადენის შემოწმების ფუნქცია ან წინაღობის ნებისმიერი გამოგვადგება ავიღოთ ეს რომ ამას ხშირად ხმოვანი სიგნალიც აქვს და ამპერი ეხლა რა ხდება თავარი აქ რომ ჩვენც ამპერს ზომავთ ხო აი აქ ვიწერია რომ ამპერი აქ იზომება ვოლტი აი აქ ეს წითელი კონტაქტი უნდა გადავანაცვლოთ ამპერის გაზომვაზე შავი ყოველთვის კომზე სადაც წერია კომი იქ რჩება და ეს ამპერის გაზომვის შემთხვევაში მარტო ერთხელ თუ ამპერს ზომავთ გადაგვაქვს აი აქ და დავიწყებთ ახლა ამპერის გაზომვას ეგ რო გავაკეთოთ მე ესეთი საცდელი შაიტან მაშინა მაქვს გაკეთებული ეს ის არის რასაც თქვენ ფიქრობთ ეს სხვა რამეა ეს არის იმიტატორი წრედის მოტოციკლში აქ არის რელე ციმციმასი გამრთველი ამ შემთხვევაში სტოპ განათების ხო პედალს ან ხელს რო ვაწვევით ეს იშება წველი და ეგ წრედის გამხსნელი ესეთი აქ არ დავაყენე ესეთი გადამრთველი რომ მაინც ჩანდეს ზუსტად თვალანთლივ რასაც ვაკეთებ ჩვენ ამპერის გაზომვის დროს აი ძალიან გთხოვთ ეს დაიმახსოვრეთ ყველა სხვა გაზომვისგან განსხვავებით ჩვენ არ ვადებთ კონტაქტებს აი ესე პლუს და მინუს თუ ვესწრებით გავზომოთ მაქსიმალურად საკმაოდ შემოგცეს ამ შემთხვევაში მოკლეზე ალბათ 100 ამპერს მოგცემს დაგვიწევს ტესტერს და ყველაფერს ამპერის შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ დენმა გაიაროს აი ამ ტესტერში ხო ანუ ჩვენ გავწყვიტავთ აი ესე სადენს ხო რომელიც ცოტა შეკრული ანთრევიანთია და ვზომავთ აი ასე ამ დენი აქ შევა გაივლის ტესტერში დაბრუნდება და გავზომავთ იმ შემთხვევაში მაგალითად ყველაზე ხშირად რასვავს აკუმულატორს ხო როცა გამრთულია მოტო გასაღები ამოვიღეთ მაგრამ რაღაცა მოხმარება არის აკუმულატორი ჯდება სავარაუდოდ რაღაცა მოხმარება არის და ახლა გავარკვიოთ რა არის რა ხდება ნებისმიერი კონტაქტი შეგვიძლია ავხსნათ პლუსი იქნება მინუსი აკუმულატორს ავიღოთ ეს ჩვენი ტესტერი აი ესე ავაწყოთ როგორც გითხარით ეს ამპერზეა შევერთოთ ამპერზე აი 10 ამპერი და მე მილიამპერების ზომა დავიწყოთ 10-ით რომ ჯობი ესე გავაკეთოთ ტესტერი არ დავწვათ თუ აქ შეიძლება ძალიან დიდი ის იყოს მოხმარება აუცილებლად გასაღებიან დროს გამრთულია მოტო ჩამქრალია რა თქმა უნდა რომ ძალიან დიდი მოხმარება თუ იქნა ტესტერს დაგვიწევს ხო ჩვენ გვაინტერესებს გამრთულ მდგომარეობაში რა მოხმარება არის დენის და წრედში უკვე სვავთ ჩვენ ტესტერს ხო ანუ ერთი კონტაქტი აკუმულატორზე ჯდება და მეორე აკუმულატორის კლემაზე რომელიც აქ დაერთებული არ არის და აი ნათურები აინთო იმით რომ ახლა დენმა გაიარა ტესტერში ხო და გვაჩვენა რომ 0.4 ამპერი არის ან 400 მილიამპერი ხარჯი რაც ძალიან ბევრი არის და თუ აკუმულატორი გამრთულ მდგომარეობაში მოტავდეს მოიხმარს აკუმულატორი მალე დაჯდება 100 მილიამპერამდე ეს ნორმა არის იმიტომ რომ მოტო როცა გამრთულია მაშინაც კი სხვა სიგნალიზაცია იმობილაიზერი მუშაობს ან საათს სჭირდება ხო დენი ან მეხსიერება სჭირდება და ეს თუ 100 მილიამპერზე მეტი გაგვიზ დავზომეთ ასე ესე იგი რაღაცა არ არის წესრიგში და უნდა ვნახოთ რა წრედში არის პრობლემა ამ შემთხვევაში ჩემ მეთოდს გაგიზიარებთ როგორ მე ვაკეთებ ამას რომ ძალიან ადვილად მივაგნო პრობლემას მე ტესტერი მაქვს ესე ჩაერთებული დატოვებული უყურებ და თითო მცველს ვიღებ ხო ამოვიღებ ჩავდებ და რომელიღაც მცველის ამოღებისას აუცილებლად ეს მაჩვენებელი დავარდება 0-მდე და თითქმის 0-მდე და მივხვდები რომ მე როგორ წავიკითხავ ეს რისი მცველი არის თვალზე განათების არის კომპიუტერის არის სტოპის არის სიგნალიზაციის არის ABS-ის მოხვის მაჩვენებლის და უკვე ვიცი რომ აი მაგ წრედში ხო აი მასთან უნდა მივიდე სიტყვაზე აი ABS-თან რომ ნახო რატომ მოიხმარს ზედმეტ დენს ესე იგი გავზომეთ დენი ხო როგორც გითხარით დენმა უნდა გაიაროს ტესტერში რომ მივხვდეთ რა ხდება ეხლა ესე რომ დავადო მე ხო პლუს მინუს ტესტერი დაიწვევა გადავედით ვოლტის გაზომვაზე ვაბრუნებთ ამას ვოლტის ადგილას გადავდივართ აი მუდმივი ვოლტი როგორც ნაჩვენები არის აქ შევა სხვადასხვა მნიშვნელობები ვიყოს 20-200 გვაქვს ეხლა და 1000 ჩვენ რაც ჩვენებასაც ველოდებით ყველაზე იმასთან მიახლოებული უნდა ავიღოთ ესე იგი თუ 12-დან 15 ვოლტამდე ველოდებით 20 ვოლტზე რა თქმა უნდა ვაყენებთ
და ისე და ისე თუ ელექტრონული მულტიმეტრია ესეთი პლუს მინუს არ აქვს მნიშვნელობა, არ დაგვიწევს თუ არასწორად დავადეთ, ხო? თუ სწორად გვაქვს დადებული, აი გვიჩვენებს 12 და 4, თუ შევატრიალეთ -12 და 4-ს გვიჩვენებს. ამ შემთხვევაში თუ დამუხტვის სისტემას ვამოწევთ ჩვენ მოტოსზე, ხო? ნებისმიერ ადგილას სადაც პლუს და მინუს ვიპოვოთ, შეგვიძლია შევამოწმოთ, ხო? ოღონდ სიტყვაზე ეს ნებისმიერ შეუღებავ დეტალზე მოტოსი, ხო? მინუსი და პლუსი თუნდაც პირდაპირ ნატურაზევე შევამოწმოთ და ნახოთ. ესე დავქოკავთ და თუ არ მატულობს დენი და მაღალ ბრუნზე არ არის 14.6-მდე, ესე იგი რაღაცა პრობლემა არის. ეხლა სადენის სიმთერე წინაღობა რო შევამოწმოთ, ხო? გადავდივარ უკვე აი აქ ომიერი ნაჩვენები. ან სპეციალურად არის ხოლმე გრაფა, სადაც არის რომ შევამოწმოთ თვითონ სიმთერეს დიოდის შესამოწმებელი და ასევე კაბელის სიმთერის. ზოგს აქ ხმოვანი სიგნალი აქვს, ამ ტესტერს 15 ლარიანს ხმოვანი სიგნალი არ აქვს, მაგრამ ეს უნდა გქონდეს. ინსტრუქცია თქმა უნდა გადავაგდეთ და უკვე აღარ ვიცი როგორ ჩავთო ეგ ხმოვანი სიგნალი. ამიტომ ინსტრუქციას ნუ გადავაგდეთ ხოლმე და აი ეს ჩვენი კაბელი ასე თქვათ, პირობითი თავში ბოლოში ვადებთ და ტესტერზე 0 დაიწერა, წინაღობა არ არის. არ აქვს წინაღობა, არ გვეწინააღმდეგება ეს კაბელი პირდაპირ ატარებს. დენს და ყველაფერი რიგზე არის. როცა კონტაქტი არ არის, ხო, ახსნილი არის OL იწერება, ან open lead, lead ნიშნავს სადენს და არაფერს არ გვიჩვენებს. ეხლა ერთიც მინდა ამ ტესტერით გაჩვენოთ კარგი ხერხი როგორ შევამოწმოთ მცველები, ხო, ისე ვოლტზე ვაყენებთ. მცველის შემოწმებისას ვიცავთ ერთი რამე, რომ მცველი შეიძლება ვიზუალურად მთელი იყოს, დამწვარი არ იყოს ვიზუალურად, მაგრამ არ მუშაობდეს, გარღვევა ქონდეს. ბევრჯერ მინახია, ხანდახან ისე არის გამწვარი ან ამძვრალია კონტაქტი, რომ არც ეთყობა არაფერი და ამოვიღებ ცველს შევხედავთ მთელია, ვახჩავდებ და მაინც არ მუშაობს იქ სხვა რაღაც. არა, შეხედვით არა, ცველი ყოველთვის უნდა გაიზომოს და ნახოთ რა ხდება. შეიძლება ცველი მთელი იყოს, შეიძლება კონტაქტი იყოს ცუდი თვითონ ბუდესთან და ასე შემდეგ. ამიტომ ისე 20 ვოლტზე ვაყენებთ ეს ნებისმიერ მასაზე, მინუსზე, იმაზე. და ყველა მცველს აქვს დატოვებული ორი კონტაქტი. საიდან შედის დენი და საიდანაც გამოდის და ვამოწმოთ. ორივეში უნდა გქონდეს. აქ მაგ. აქაც მაგ. ესე იგი მთელია. თუ ერთში მაგ ძაბვა, მეორეში არა, ესე იგი მცველი არის გაწყვეტილი. თუ არც ერთში არა მაგ, ძალიან ხშირია რომ რაღაცა პოზიციაში მოტოციკლის დაქოქვის შემთხვევაში არ გამოიყენება ეს მცველი საერთოდ, ხო? არ გადის მაგ დენი და არ მაგ, მცველი ნორმალურია, ალბათ როცა დაჭირდება სისტემას ეს მცველი ამუშავდება, მაგრამ თუ ერთხარის მაგ ძაბვა, მეორეში არა, ეს უკვე პრობლემა არის. 10 მცველი როცა გვაქვს 15-იან, მანქანის შემთხვევაში როცა 30 მცველი შესამოწმება, ყველას ამოღება ვიზუალურად შემოწმებას. აი ეს ჯობია, ამოდენმე წამში შეიძლება მთელი მცველების ბლოკი შემოწმდეს. თუ ტესტერი არ აქვს, ხო, აი ესეთი კიდევ მარტივი მოწყობილობა არის, საკონტროლო ნატურა არის, არაფერი აქ არ არის სხვა. ნატურა, რომელსაც ეს ერთი კონტაქტია, შეგვიძლია დავადოთ მინუსზე, მეორე პლუსზე და აინთო, ხო? და აი ესეთი საკონტროლოთი მივდივართ და ვამოწევთ მცველებს. აინთო კარგია. აინთო, არაინთო ცუდია, არაინთო არ არის ცუდი, ხო? და ესე მივყვებით და ყველა მცველი შეგვიძლია შევამოწმოთ. თუ ვიცით უკვე საიდან არის სალტე, სადაც მიეწოდება დენი, ხო? უკვე გადავდივართ იქეთ ხარეს, სადაც უნდა იყოს დენი, მცველში გადის და აი ესე მივყვებით და შევამოწმებთ. ასევე ესეთი საკონტროლო ნატურით შეიძლება შემოწმება, ანუ აკუმულატორი ჩართულია, ახლა მოხმარება არის თუ არა, იგივე ეს ტესტერის ამპერის მაგერად ჩართვით, ხო? ჩვენ შეგვიძლია ეს ნატურა აქ მივადოთ და თუ აინთო, ხო? და მით უმეტეს თუ აინთო აი ესე კაშკაშად, ესე იგი მოხმარება არის და სისტემა გამორთული არ არის, რაც უნდა იყოს, ხო, ჩვენ შემთხვევაში. უბრალოდ ამ შემთხვევაში არ ვიცით რამდენია მოხმარება, ხო? ახლა რაც უფრო კარგად აინთება ეს და დაამიახლოვებით აი იმ შუქთან, რაც პლუს მინუსზე გვაქვს, მით უფრო დიდი მოხმარებაც. თუ ორნავ აი ესე ბჟუტავად აინთება, როგორც ეს ნატურა, ხო? ესე იგი სუპატარა მოხმარება არის. თუ ეს არის, უკვე ვიცით, 0.4 ამპერი არის, სერიოზული მოხმარებაა და აი ესეთი მოწყობილობითაც შეგვიძლია ვიმუშაოთ. ერთადერთი რას არ გავუწევ რეკომენდაციას არის აი ესეთი მოწყობილობები, რომელსაც ვოლტმეტრი და ამპერმეტრი შიგნით აქვს ინტეგრირებული.
და ძალიან არაზუსტი ხელსაწყოა ეგ და აი რამდენიც არ მქონია ყველაზე კარგი ბრენდისაც კი ვერაფერში ვერ გამოვიყენე რა. ისევ და ისევ ტესტერს და საკონტროლო ლამპას არაფერი არ ჯობია. ეხლა უცებ აგიხსნით რა განსხვავება სხვადასხვა ტესტერებში, ეს ჩვენი განვიხილეთ, ეს მე მგონი მოტოსახლეობის ყველაზე კარგი ვარიანტია. არის აი ესეთი ტესტერები. ეხლა რა განსხვავება აქვს, თქვენ ხედავთ, რომ სკალა ბევრად უფრო ნაკლები აქვს, ხო, აქ 15-20-ია, აქ არის 6. რა განსხვავებაა და ჩვენ ვოლტზე როცა ვაყენებთ აქ ამას აღარ ვირჩევთ 20 ვოლტი 200 თუ ასე შემდეგ, რაც არ ვიცი მე რომ მკითხოთ რას გვიზოგავს არ ვიცი ხა აი ამას გავაკეთებ თუ აი ამას ხო ეს კარგია შემთხვევაში თუ მართლა არ ვიცი აქ რას უნდა მოველოდო რა დენს რაც ფაქტიურად რა პრაქტიკაში მეგონი არასოდეს არ ხდება და იგივე აქ ცლადენზე იგივე აქ წინაღობაზე თვითონ ხა წინაღობაზე ასე თუ ისე კარგია ხო შეიძლება წინაღობაზე რაღაც ელემენტი მქონდეს არ ვიცი რა წინაღობა საერთოდ და ავტომატურმა გამიზომას მაინც დავზოგავ ალბათ 10 წამს. რაც შეეხება ესეთ მარწუხს, ხო, ეს ძალიან საინტერესო მოწყობილობაა, ეს ზომავს დენს, აი ხა როგორც ჩვენ გავზომეთ, ოღონდ კონტაქტის დადებით კი არა, როცა შეკრულია წრედი, ხო? ჩვენ კაბელს ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ეს მოვადოთ და ესე გავზომოთ. აი ხა ამ მოწყობილობას მარტო მუდმივ დენზე აქვს, ანუ სახში შეგვიძლია გამოვიყენოთ ანუ მაშინ Excel-ში არის ესეთი მუდმივი დენის მარწუხებიც, რომელიც არანორმალურად ძვირი ხირს და არ არის იმდენად ზუსტი, ანუ ქვესადგურებში და ნაკარებზე გამოსაყენებლად კარგია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მილიამპერებს ვეძებთ სადღაც, ხო? ამან შეიძლება აგვერიოს რა 100 მილიამპერის მაგალითად სადღაც 300-400 გაგვიზომოს თუ დაგოქილია მოტოხო საერთოდ აურევს. პრინციპი ამ მარწუხის მუშაობის ის არის, რომ ანუ აქ კონტაქტი იკვრება, აქ იქნება ელექტრომაგნიტური ველი, რომელშიც ცვლილებებს უკვე არეგისტრირებს ეს, ანუ დენის მიმართულებას და გვიწევს რამდენი ამპერი დენი გადის აქ. ძაბვას რა თქმა უნდა ესე ვერ გვიზომოს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი სადენი უნდა გავიდეს აქ, იმიტომ რომ თუ ორი სადენი არის ან მეტი, ხო? აი ესე გავზომეთ, 0-ს დაგვიწევს, იმიტომ რომ ეს გამოაკლებს დენს, რომელიც მიდის დანადგარზე და უკან ბრუნდება ერთმანეთს და აქ გვექნება 0. ამიტომ უნდა განვაცალკევოთ და სიტყვაზე დიდ რაღაცა კაბელების იმას ვერ მოვადებთ და ვერ გავზომოთ. შემ შემთხვევაში ეს მომწონს ხოლმე მოტოზე სამუშაოდ, იმიტომ რომ ამას უბრალოდ როგორც აი ესეთ იმას ვიყენებ, რა ქვია. სამაქსო, სადმე ჩამოვკიდო, როლზე ძალიან კარგად შეიძლება ამის დაკიდება და ჩვენების წაკითხვა. ეხლა გადავინაცვლოთ კიდე ერთ ტიპ მულტიმეტრებზე, ეს არის ანალოგური, რომელსაც უკვე ის არის, ხო, ეს ძველი ტიპის არის, მაგრამ დღემდე გამოიყენება და რაღაც შემთხვევაში საჭირო არის. მე ამას ვიყენებ, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, როცა ციფრული არის, აქ რო რაღაცა ჩვენება დავინახოთ, მიდის გასაშვალოება, ხო, თუ ძაბვა თამაშობს, ხო, რაღაცა ცუდი კონტაქტი არის ესეთი, ის მაინც მიჩვენებს დაახლოებით იგივეს რა. ანუ გასაშვალოებულ დონეს და თუ მე მაგალითად წინაღობას ვზომავ ამით, ხო, თუ წყვეტა მაქვს, ხო, სადღაც აი დავადე კაბელს სიტყვაზე და ვამოძრავებ ამ კაბელს სადღაც აი სადმე წყვეტა ხო არ არის ძაბზე და ეს უცებ დამიფიქსირებს, რომ რაც ვარდნა მოხდა. ეს ვერ დამიფიქსირებს, რომ ამას დრო უნდა გამისაშვალოებს და მე ისე მაჩვენებს, რასაც მე ვერ მიხვდები. და იგივე სიტყვაზე როცა ვოლტაჟს ვზომავთ, ხო? ეგეთი ისრიან ტესტერზე, გაიწვას ისრიან ტესტერზე პლუს და მინუს ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის არის სხვაგან დაიწყოს უკან მოძრაობას და ეგ არ გჭირდება. როცა ისევ წყვეტა არის, ხო? აი მაგალითად მოხოვის მაჩვენებელს ჩავრთავ. აი რა კარგად მიჩვენებს როგორ თამაშობს ძაბვა, ხო? ციფრულ შემთხვევაში ამას არ მიჩვენებს წყვეტას და რაღაცა საშუალოს დამიჭერს აქ 12-სა და ну, სადღაც 3 ვოლტამდე ჩამოდის აქ და ხო 9 ვოლტს მაჩვენებს, რომ იცი რა 9 ვოლტი გაქვს, მაგრამ 9 ვოლტი არ მაქვს, მე მაქვს ის რომ ხდება თამაში თვითონ ძაბვის. და ამიტომ მაგ შემთხვევაში გამოიყენებს ეს ტესტერს, არის ტესტები, რომელიც ციფრულიც არის, ინდიკატორიც აქვს ჩვეული ესრიანი და ციფრული ინდიკატორიც აქვს, ეგეც კარგია, მაგრამ მე
ძირითადად ჩემ საქმიანობაში მაინც ისრიან ტესტერებს ვიყენებ, იგივე დამუხტვისასაც კარგად მაჩვენებს დამუხტვის სისტემა როგორ მუშაობს და მანდაც ხო არ აქვს რამე ხარვეზები. ესე იგი, კიდევ ერთხელ ეს ჩვენი ტესტერი მოვნიშნეთ აი ესე ვარსკვლავით სად უნდა იყოს ეს კონტაქტი, როცა ვზომავთ აი ამ ორ ჩვენებასაც გვაინტერესებს, ანუ სადენს, ძაბვას და აი ესე წრეთი მოვნიშნე, სადაც გვაჩვენებს ამპერს. კიდევ ერთხელ არასწორი დაერთების შემთხვევაში ტესტერს ჩვენ დავწვავთ. ამიტომ ვიყოთ ხილად და არ გავნადგუროთ ინსტრუმენტები. ფაქტიურად ანუ ჩვენ სახელოსნოში მივედით იმ დასკვნამდე, რომ აი ეს ორი ელექტრომოწყობილობა რო გქონდეს, მეტი სხვა არც არაფერი არ გვჭირდება. შემდეგ ვიდეოებში ელექტრობაზე რაც გვექნება, მე ვებზადები მაგისთვის, ვაგროვებ ელექტროკომპონენტებს, რომელიც მოტოებში გამოიყენება, სხვადასხვა რელიეებს, ჩამრთველებს და ასე შემდეგ, რომლებსაც ისევ ასე მაგიდასთან შევამოწმებთ, ხო, ანუ როგორ ნახოთ რელიე ან სხვა მოწყობილობები, ნატურები, შუგდიოდები და ასე შემდეგ, მუშაობს თუ არა და იმედია უკვე მალე ამინდებიც გამოვა და გადავინაცვლებთ სახელოსნოში და უფრო მეტი პრაქტიკა გვექნება ვიდრე თეორია. დღეს პრინციპში სულ ეგ იყო და დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა რომ ჩვენ არხზე ხართ და მომავალ შეხვედრამდე.